მოგესალმებით მეგობრებო, ეთერში არხის სანგეიც თბილისი. მოგესალმებით დიდი სიყვარულით, დიდი მონადრებით და გილოცავთ შობა ახალ წელს. გილოცავთ 2025 წლის შემოგბრძანებას და ეს იყოს ბედნიერების, ჯანმრთელობის და ყველაფერი საუკეთესოს წელი თქვენს ცხოვრებაში. 2025 წელზე ამბობენ, რომ მარტივიც იქნება და რთულიც იქნებაო. რთული იმიტომ, რომ კარმული წელია. 2025-ში რიცხვები რომ შევაჯამოთ, 9-იანი გამოგვივა. 9 კი ყოველთვის რაღაცა გარკვეული ციკლის დასასრულს აღნიშნავს. აღნიშნავს რაღაც შეჯამებას, დასრულებას, შედეგებს რომ მოიმკი, აი ისეთი წელია. ამიტომ 2025 წელს ბევრი რაღაცა, ბევრი სიტუაცია მოვა ისეთი, რომელიც როგორც შედეგი მოვა ჩვენს ფიქრებზე, ჩვენს ამ გარკვეულ ციკლზე როგორ გავიარეთ, როგორი მსოფლმხედველობა გქონდა, რამდენად სწორ ადამიანებთან ვურთიერთობდით, რამდენად სწორად ვურთიერთობდით ადამიანებთან და ასე შემდეგ. ეს იქნება კარმული, ასე ვთქვათ, გამოძახილი. და 2025 წელი როგორც 9-იანი მეტად განსაზღვრავს ჩვენი შინაგანი სამყაროდან ჩვენი გარე სამყაროს მოწყობას. ანუ ჩვენი შიგთავსი განაპირობებს მატერიალური სამყაროს მოწყობას ჩვენს გარშემო, სიტუაციების დალაგებას ჩვენს გარშემო. ეს მოხდება ხოლმე მომენტალურად. გაფიქრება იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ძალიან მოკლე პერიოდში შედეგიც მოვიდეს. არ დაგავიწყდეთ, რომ ცუდი და არასასიამოვნო შედეგი ყოველთვის უფრო სწრაფად დგება, რადგან აქ ვიბრაციები უფრო ძლიერია, უფრო მიზანმიმართულია, ენერგია უფრო ფოკუსირებულია და ამიტომ შეეცადეთ, ყველანაირად შეეცადეთ ყოველთვის პოზიტიურ განწყობაზე იყოთ, თქვენი ფიქრები ამაღლებული იყოს, განდევნეთ ყველაფერი არასასიამოვნო თქვენი ფიქრებიდან, საკუთარი თავიდან. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს და დღევანდელ გადაცემაში მოდით მიმოვიხილოთ, როგორ გავიაროთ, როგორ შევამსუბუქოთ 2025 წელი და როგორ გავაკეთოთ ისე, რომ სასიამოვნო და ხალისიანი და ბედნიერი დღეები უფრო მეტი გქონდეს ამ წელიწადს, ვიდრე არასასიამოვნო. მაშასე დედამიწის ვიბრაციები მაღლდება, განსაკუთრებით ამაღლდება უკვე 2025 წელს უშუალოდ და ვისი ვიბრაციებიც შესაბამისობაში არ იქნება, სამწუხაროდ ის დედამიწაზე აღარ დარჩება. ანუ თავისი ზედაპირიდან ამ ადამიანებს მოიცილებს დედამიწა. შეიქმნება ახალი სამყარო, ეს სამყარო უკვე იქმნება. იმ ადამიანებით, რომელთა ვიბრაციები მაღალი იქნება. ანუ ვიბრაციებზე, როცა ვსაუბრობ, მაღალ ვიბრაციებზე მხედველობაში მაქვს სულიერება უპირველეს ყოვლისა. ეს არის სათნოება, სიკეთე, ადამიანების მიმართ სიყვარული, დახმარება, ქველმოქმედება, ტრადიციების, პატივისცემა. გამოიმუშავეთ და შეძლების დაგვარად მაღალ დონეზე აიყვანეთ საკუთარ თავებში ეს თვისებები, ეს ძალიან დაგეხმარებათ. და კიდევ ერთი რამ, ახალი ეპოქის დასაწყისთან მივდივართ და პარადიგმა იმიტომ კი არ გამოიცვლება, რომ აი ადამიანები ასეთი ცუდები არიან, არამედ იმიტომ, რომ ახალი ეტაპი მოვიდა. ამას ხომ ყველაფერში ვხედავთ, ტექნოლოგიებში, როგორ იცვლება კანონები, როგორ იცვლება თამაშის წესები, ეს ყველაფერი იცვლება. როგორც ცხოვრების ცვლილების შედეგი. იცვლება ცხოვრება, შემოდის ახალი წესები, ახალი კანონები. გარკვეულ მომენტში გვეჩვენება, რომ მარწუხებში ვართ. უფრო და უფრო ვგრძნობთ რაღაც შეზღუდვებს და მხოლოდ სუფთა, ზუსტი წარმოდგენა თუ რატომ ვართ აქ ამ დედამიწაზე მოგცემს საშუალებას, რომ ეს საზღვრები, შეზღუდვები გავარღვიოთ. ზუსტად უნდა იცოდე, რას აკეთებ. მაგალითად, 2024 წელმა დაანახა ადამიანებს სუსტი ადგილები და მისცა ამის გამოსწორების შანსებიც. 2025 წელი ამას აღარ გააკეთებს. პირდაპირ გაჭრის, პირდაპირ მოჭრის, პირდაპირ დაამსხვრევს. ის, ვისაც ძალა, გამბედაობა, სიალალე ეყო, რომ გამოესწორებინა ეს ყველაფერი,
იმისთვის 2025 შედარებით მყარი იქნება, რადგან ამ ადამიანებმა ეს კონსტრუქციები გაამყარეს თავის კონსტრუქციები, სულიერი კონსტრუქციები. უნდა გვახსოვდეს, 2025 წელი, როგორც გველის წელი, მარტში დაიწყება და ჩვენ გვაქვს მთელი 3 თვე. იქამდე რომ ბევრი რამ გამოვასწოროთ და სწორად გავიაროთ ეს 3 თვე. უბრალოდ საჭიროა ამ 3 თვეში ყველაფერი წესრიგში მოვიყვანოთ. იქნება ეს ფულადი ურთიერთობები, თუ სხვა სფერო, ვიმუშაოთ ყველა სფეროსთან, სადაც არის ემოციურობა, კონფლიქტურობა, ტყუილი, ეს ყველაფერი უნდა ამოიწიოს შიგნიდან თქვენი შიგთავსიდან და გადაიგდოს ძალიან შორს. პირველ ადგილზე დააყენეთ საკუთარ თავთან მუშაობა. ისწავლეთ კონფლიქტების მართვა, დაეუფლეთ თქვენს ემოციებს, ისწავლეთ დიპლომატია ურთიერთობებში. არავის არ მისცეთ საშუალება, რომ კონფლიქტში ჩაგითხრიო. კარგი იქნება და კარგად იქნება 2025 წელს ის ადამიანი, ვისაც თავის ცნობიერებასთან ურთიერთქმედება შეუძლია, ვისაც საკუთარი შიშის მართვა შეუძლია და ვისაც საკუთარ თავთან ურთიერთობის კულტურა გააჩნია. დავიწყოთ ყოველი დილა ლოცვით, დაიწყეთ აუცილებლად ლოცვით. ამაზე კარგს ვერაფერს ვერ გააკეთებთ და ვერაფერს ვერ გაუკეთებთ საკუთარ თავს. დაუთმეთ ლოცვას სულ მცირე ხანი და შედეგიც არ დააყოვნებს. პარალელურად მუდმივად წმინდეთ სახლები, სამუშაო ადგილები და საკუთარი თავები მძიმე და ცუდი ენერგიებისაგან. ჩვენს არხზე არის ასეთი რგოლები, მონახეთ, გაეცანით, მეთოდები ბევრია. რამოდენიმეა ყოველ შემთხვევაში. გირჩევთ კვირაში ან 2 კვირაში ერთხელ საწოლის ქვეშ მაგალითად ასანთის კოლოფით მარილი დადოთ ხოლმე 2 ღამით. შემდეგ ეს მარილი უნიტაზში წყალს გაატანოთ სიტყვებით. ყველაფერი ცუდი წაიღე და ჩემი კარგი მე დამიტოვე. ყოველი დღის საღამოს ძილის წინ ჩამოთვალეთ 3 საოცრება, რაც დღის განმავლობაში დააფიქსირეთ და ღმერთს მადლობა უთხრით ამ 3 საოცრებისთვის. თუ მეც შეხედავთ და მეტი მოგხვდებათ თვალში, უფრო უკეთესი. შესაძლებელია ეს ძალიან უმნიშვნელო რამ იყოს. არ აქვს მნიშვნელობა, მაგალითად აუცილებლად აღნიშნეთ მადლობა უთხარით უფალო, მაგალითად აი დღეს სახლიდან რომ გავედი, რა ლამაზი ფერის ცა დავინახე, რა საოცრება იყო, მადლობა უფალო. ან მაგალითად მადლობა უფალო დღეს ჩემმა მეგობარმა დამირეკა და რა სასიამოვნოთ ვისაუბრეთ, საოცარია პირდაპირ მადლობა. ან მადლობა უფალო ჩემი ძაღლის ან კატის გამო, რამდენ სიყვარულს მჩუქნის, საოცარია რომ მყავს, დიდი მადლობა რომ მყავს, საოცრება. ან მადლობა უფალო დღეს პროდუქტების საყიდლად ფული რომ მეყო, საოცარია, დიდი მადლობა. და ასე შემდეგ. აღნიშნეთ ნებისმიერი უმნიშვნელო დეტალი. მადლობა გადაუხადეთ უფალს. მადლობის თანა ვიბრაციების ამაღლება სხვა არც ერთ მანიპულაციას არ მოყვება. ისე როგორც მადლიერება ამაღლებს ვიბრაციებს, თითქმის არაფერი არ ამაღლებს. აი, მთელი ამ პრაქტიკის არსი სწორედ ეს არის, რომ ადამიანმა დაინახა ის პატარაც კი, ის მცირედიც კი საოცრებად მიიღო და ღმერთს მადლობა გადაუხადა. აი ამას აქვს მნიშვნელობა. ეხლა კი თქვენს ეკრანებზე თქვენ ხედავთ ეს არის კოდი რიცხვებია ასეთი. ეს კოდი უნდა გამოიყენოთ ჩემო ლამაზებო განსაკუთრებით რთულ სიტუაციაში, როდესაც არ იცით რა მოიმოქმედოთ, როდესაც არ იცით როგორ მოძებნოთ გამოსავალი და აი ამ რიცხვებს აიღებთ ან ამოწერთ, ან ეკრანზე გააჩერებთ ამ ვიდეოს და ეკრანზე შეხედავთ და წარმოთქვათ. არ გინდათ პრობლემის გაჟღერება, არ არის საჭირო, უბრალოდ გაქვთ რაღაცა რთული სიტუაცია, გინდათ რომ ამ სიტუაციამ სწრაფად დაგტოვოთ და აი ასე კითხულობთ ამ რიცხვებს. 9,
7, 8, 3, 1, 9, 5, 7, 5, 1, 4, 8, 1, 7, 9. ანუ რიცხვებს შორის პაუზები ერთნაირია. არსებობს სხვა კოდებიც, სადაც მაგალითად შეწყვილებულად არის, მაგალითად კითხულობ 4, 5, მერე პაუზას აძლევ, 6, 7, მერე ისევ პაუზა, 8, 9, პაუზა, 10, 11, მაგალითად, მაგრამ ამ შემთხვევაში ესე თანაბრად კითხულობთ, როგორც მე წაგიკითხეთ და რამდენჯერმე წაიკითხეთ ხმამაღლა, შეეცადეთ, რომ თვალს მოხვდეს ხოლმე დღის განმავლობაში ეს კოდი და სიტუაციაც არ დააყოვნებს. არ დააყოვნებს და გამოსწორდება, საკმაოდ ძლიერი კოდია, გამოიყენეთ ხოლმე. ახალი წლის დასაწყისის ჯადოსნურ დღეებში ვერანაირ უფლებას ვერ მივცემდი ჩემს თავს, რომ თქვენთვის ჯოზეფ მერფის მადლიერების ლოცვა არ წარმომედგინა. რადგან მადლიერებას ყველა მიცით ყველაზე მაღალი ვიბრაციები აქვს და მადლიერებით როდესაც მივმართავთ უფალს, მთელი ჩვენი აურა მაღალ ვიბრაციებში ვიბრირებს, საკმაოდ სწრაფად სრულდება სურვილები. გარდა ამისა, ლოცვაში ადამიანი მადლობას უხდის უფალს არა მარტო იმისთვის, რაც აქვს, არამედ იმისთვისაც, რაც ჯერ კიდევ არ აქვს და ამას ძალიან დიდი ძალა აქვს. ნამდვილად სასწაულმოქმედი ლოცვაა, ჯადოსნური, შედეგები ძალიან სწრაფად დგება, მოისმინეთ როგორც ყოველთვის დილა საღამოს ან შუა დღეს, როდესაც მოგიხერხდებათ, მაგრამ აუცილებლად მოისმინეთ და თავად დარწმუნდებით, როგორი ჯადოსნური და როგორი სასწაულმოქმედია. მადლობას გიწვნი უფალო შენი უსასრულო სიბრძნისათვის, რომელიც მმართავს და მეხმარება ყოველ წუთს. მადლობას გიწვნი უფალო სამყარო ჩემი ცხოვრების თითოეული ნაბიჯის კურთხევისათვის. ჩემი გონება და გული გახსნილია ღვთაებრივი შთაგონებისათვის. ყოველდღიურად ვგრძნობ და აღვიქვავ სიუხვესა და ბარაკას ჩემს ყოფაში. მე ვიცი, რომ ყველა ჩემი საჭიროება დროულად კმაყოფილდება. მე სრულად ვენდობი ღვთაებრივ წესრიგს და ჩემი რწმენა ძლიერია. მადლობას გიწვნი უფალო ჯანმრთელობისთვის, რომელიც ჩემს სხეულს ავსებს. მადლობა ღმერთო იმ ენერგიისთვის, რომელსაც მაძლევ, რომელიც მმართავს და მამოძრავებს. ჩემს გონებაში სრული სიმშვიდეა, გული კი სიყვარულსა და ჰარმონიას ასხივებს. მადლობას გიხდი ყველა წარმატებისთვის. წარმატება ჩემს ცხოვრებაში ადვილად და ძალისხმევის გარეშე მოდის. ჩემი ცხოვრება ღვთაებრივ სრულყოფილებას ასახავს. სამყაროს მიერ ბოძებულ ყველა კურთხევას დიდი მადლიერებით ვიღებ. განვდევნი ჩემი გულიდან ყველანაირ შიშს და ეჭვს, რადგან ვიცი, რომ ღვთაებრივი სიყვარული ყველაფერში მიცავს, ყველა ნაბიჯზე მიცავს, ყველგან მიცავს. მადლობა ბედნიერებისათვის, რომელიც ჩემი ცხოვრების ყველა მომენტში ვლინდება და მავსებს. მადლობა, რომ ეხლა შენი სახელი შემიძლია ვახსენო. მე და ღვთაებრივი ერთი მთლიანი ვართ და ეს უსასრულო ბედნიერებას მანიჭებს. ჩემი ცხოვრების გზაზე თავდაჯერებულად და მადლიერებით მივდივარ. შენი წყალობით ღმერთო. ვიცი, რომ ყველა ჩემი სურვილი და საწადელი მხოლოდ უფლის ჩანაფიქრით ხორციელდება. უფალო, გახსნილი და სუფთა გულით ვიღებ შენს კურთხევასა და სიყვარულს და ჩემს არსებაში მშვიდობა, შენს მიმართ მადლიერება და სიყვარული სუფევს. ვფიქრობ, დღევანდელი ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო იქნება. დღეში სულ რაღაც 5-10 წუთის დახარჯვა მოგიწევთ, მაგრამ თუ კი რეგულარულად გააკეთებთ ამ ყველაფერს, თუ კი ყველაფერს გაითვალისწინებთ, აუცილებლად
2025 წელს თქვენს ცხოვრებაში გაცილებით მეტი ლამაზი, მშვენიერი და კარგი იქნება, ვიდრე არასასიამოვნო, რასაც კიდევ ერთხელ მთელი სულით და გულით გისურვებთ. ამით გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის.